დღეს გახლავთ სიყვარულის დღე და ხვალ არის სიყვარულის დღე და ვსაუბრობ დღეს სიყვარულის დღეზე. არ შეიძლება არ ვთქვათ ისიც თუ როგორ გამოვხატავთ სიყვარულს, ეს შეიძლება იყოს ზრუნვა, შექება, ფიზიკური შეხება, ასევე საჩუქრების შუქება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეთანხმებით. საჩუქარი ცხოვრების სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება პარტნიორთან ურთიერთობისას საჩუქრის გაცემა და მიღება სიყვარულის ენას წარმოადგენს, ესეც ვიცით კარგად. აი რა უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს? ამას ახლა ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ქუმსიაშვილი გვეტყვის, რომელიც სწორედ ახლა შემოგვიერთდა დილავშიდობისა. მარიამ, საინტერესოა რა არჩევებით. ესე იგი, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს მისი დებიუტია შუა დღეში, ამიტომ მე განსაკუთრებულ წარმატებას გისურვებ. ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, მით უმეტეს ძალიან საინტერესო რეკომენდაციებით შემოგვიერთდით დღეს. არაჩვეულებრივად გამოიყურეთ. დიდი მადლობა შუა დღეშიდობისა, თაკო ზურა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხვალ 14 თებერვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალენტინობის დღესასწაულია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ საყვარელ ადამიანს სამახსოვრო საჩუქრით კარგი განწყობა შევუქმნათ. საჩუქრების და სურვილების სია შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, თუმცა ემოციურად დატვირთული საჩუქარი ვალენტინობისთვის შესაძლოა უფრო სასურველიც აღმოჩნდეს. დღეისათვის მე მოვიწია სტატისტიკა, რომელიც გვაჩვენებს ყველაზე გავრცელებული საჩუქრების სიას. ამ სტატისტიკას შემოგთავაზებ ცოტა ხანში და მანამდე გეტყვით, რომ სოფლიოში მოსახლეობის 59% აღნიშნავს ვალენტინობის დღესასწაულს. და ზუსტად 14 თებერვალთან დაკავშირებით ხშირად გვხვდება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საჩუქრები. ეს შეიძლება იყოს ფუმფულა სათამაშოები, პარფიუმერია, სუნამო და ასე შემდეგ. როდესაც სტატისტიკას გავეცანი, აღმოაჩინე, რომ 56% თავის მეორე ნახევარს, თქვენ ამას ეკრანზეც ხედავთ, მეორე ნახევარს ჩუქნის ტკბილეულს და რა თქმა უნდა ეს ტკბილეული არის სწორედ ვალენტინობის დღისთვის დამზადებული და შეფუთული. ასევე 40% არჩევანს აკეთებს თაიკულზე, განსაკუთრებით წითელ ვარდებზე, რომელიც არის სიყვარულის კლასიკური სიმბოლო. ასევე 40% ჩუქნის საყვარელ ადამიანს მისალოც ბარათებს, 35% ამ დღეს თავის მეორე ნახევარს ეპატიჟება რომანტიკულ ვახშამზე ან ჩუქნიან დასამახსოვრებელ საღამოს. ხოლო 22% აკეთებს არჩევანს სამკაულზე და ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცები ელოდებიან სწორედ 14 თებერვალს, რადგან ქალბატონებს სწორედ ამ დღეს თხოვონ ხელი და მათთვის უფრო დასამახსოვრებელი დღე შექმნან. ნიშნობის ბეჭედს ხშირად ნიშნობის ბეჭედს არჩევენ. ახლა გაგაცნობთ იმ საჩუქრების სიას, რომლითაც ამ დღეს უფრო მეტად დასამახსოვრებელს გახდით და შესაძლოა ეს მატერიალურ საჩუქარზე უფრო ღირებულიც კი აღმოჩნდეს. მოვიძიე ამ თემაზე ჩატარებული არაერთი კვლევა, რაც ჩამონათვალი ამ კვლევაში ჩამონათვალი ძალიან გრძელი არის, მაგრამ მე მაყურებელს შევთავაზებ რამოდენიმე ყველაზე საინტერესო და მათთვის სასურველ საჩუქრების სიას. რამოდენიმე საათი დარჩა. კი, სულ რამოდენიმე საათი დარჩა და ეხლა გჭირდება. გავახაროთ ჩვენი საყვარელი ადამიანი და შესაბამისად გამოუშვი იდეები. მარიამ, იქნება ერთგვარი გზამკვლევი. ისეთ იდეებს მივუწე ახლა მაყურებელს, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც რომ მოამზადოთ და ეს არ იყოს მხოლოდ მატერიალური მხარე საჩუქრებისა. პირველი ეს არის პერსონალური წერილი ან დღიური. დაწერეთ სიყვარულით სავსე წერილი, სადაც აღწერილია თქვენი გრძნობები და მნიშვნელოვანი მოგონებები. ასე წერილში შეგიძლიათ მოიყვანოთ თარიღები თქვენი ურთიერთობიდან. წერილები და სიმბოლოები, რაც წარმოაჩენს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეორე ნახევარი ადამიანი. მნიშვნელოვანი ტრადიციების ან მოგონებების კოლაჟი. ეს არის შემდეგი საჩუქრის იდეა. შეაგროვეთ საერთო ფოტოები, ბროშურები, ბილეთები ან სხვა წვრილმანი ნივთები, რომლებიც ასახავენ თქვენი ურთიერთობის გზას. შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ ვიზიტი პირველი შეხვედრის ადგილას. მოაწყოთ საღამო, რომელიც მთლიანად თქვენი საერთო ისტორიას ასახავს. მაგალითად, პირველი შეხვედრის ადგილზე დაბრუნება ან გაემგზავრეთ იმ ადგილებში, რომლებიც მნიშვნელოვან დღეებს და მომენტებს გაგახსენებთ. შექმნით ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. ეს შესაძლოა იყოს პატარა კლიპი, საიდანაც გამოხატავთ სიყვარულს თქვენი მეორე ნახევრისადმი, ან აღწერთ იმ თვისებებს, რაც მათში მოგწონთ. ახლა კიდევ ერთს გაგაცნობთ, სიყვარულის ყუთი. შეგიძლიათ შექმნათ ყუთი, რომელიც სავსე იქნება პატარა ნივთებით, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობები აქვს. მაგალითად, ციტატები,
რომლებიც თქვენს ურთიერთობას ასახავს. ფოტოების სხვადასხვა მომენტებიდან პატარა სიმბოლოები, რომლებსაც თქვენთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და შემდეგი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული საჩუქარი არის და განსხვავებული, ასე ვფიქრობ. ეს არის სიყვარულის რუკა. შეგიძლიათ შექმნათ რუკა, სადაც იქნება ყველა ადგილი, რომელიც თქვენი ურთიერთობისთვის განსაკუთრებულია. პირველი შეხვედრის ადგილი, მაგალითად, ან პირველი კოცნის ადგილი, ან შესაძლოა იყოს მოგზაურობის ადგილებიც. თითოეულ მათგან შესაძლოა თან დაურთოთ პატარა ჩანაწერები, რომლებიც აღწერს გამორჩეულ მოგონებებს. და ბოლოს ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი შეიძლება მეორე ნახევრისთვის იყოს ისიც, რომ შექმნათ 100 მიზეზი თუ რატომ გიყვარს შენი მეორე ნახევარი. დაწეროთ პატარა ფურცელზე 100 მიზეზი, დიახ, 100 მიზეზი. ნუ შეიძლება როითული 98 და 99-აზე რო დიახ, ექსპერტები, რასაც მე დავაკვირდი, გურჩევენ 100 მიზეზს და შეგიძლიათ ფურცელზე პატარა რამოდენიმე სიტყვით ჩამოწეროთ, რატომ გიყვართ თქვენი მეორე ნახევარი, მოათავსოთ ქილაში და შემდეგ უკვე გადასცეთ ეს თქვენს მეორე ნახევარს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ემოციური საჩუქარიც იქნება. 50-ის შემდეგ უკვე ალბათ მის ნაკლობანებებზე გადადიხარ და აი სიყვარული ის არის, როცა ის ნაკლობანებიანად გიყვარს? კი. მე ესე ვფიქრობ. აი, როდესაც აი, ადამიანი ამ 100 მიზეზის წაკითხვას რომ დაიწყებს, მინუსით შენთვის საყვარელი ხდება. 100 მიზეზის წაკითხვას რომ დაიწყებს, მომდევნო თებერვალში გასცემს შესაძლოა. დიახ, ეს იმ 50-ის კითხვის პროცესში. ეს 100 მიზეზი, როგორც კვლევებში გვირჩევენ, არის რომ ყოველდღე უნდა წაიკითხო თითო ფურცელი და ყოველდღე უნდა გაეცნო თუ როგორ უყარხარ შესაძლოა ნახევარს, მაგრამ ეს რთულია რომ დაელოდო. 3 თვეზე მეტი ფაქტობრივად. რა გაძლევს ამ? იმედი მაქვს გამოგადგებათ ძალიან საინტერესო იყო რჩევები და გამოიყენებთ რეალურ ცხოვრებაში და თუ გამოიყენებთ ამ ყველაფერს გაგვიზიარეთ ჩვენს Facebook-ზე. ეს ადამიანები ძალიან ახარებთ ხოლმე თავის თავაცხადე რაიმე ფასეული ესეთი ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქება, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაზე ფასეული სწორედ ეს მნიშვნელოვანი მომენტები, ელემენტები, სიმბოლოებია, რომელიც ადამიანის მთავარ გრძნობას სიყვარულს აკავშირებს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა. მარიამ.